ამ გვირილებით და ყვავილებით მოქარგულ მიწაზე ადრე ტბა იყო. ამ სოფლის სახელის განმაპირობებელი, ბავშვებისთვის თავშეყრის მთავარი ადგილი, ემოციების და მოგონებების დაგროვების ძირითადი კერა. აქ იდგა ტბა, აქედან მარაგდებოდა გესი, ქვევით პარკში. მე დააშრეს რაღაცის გამო. ჩემი ბავშვობის დროსაც მოესწრო ეს ყველაფერი. აქ ერთობოდით ხოლმე მეგობრები რაღაც ტივები ვითავაწყობდით და ერთ-ერთი გასართობი ეს იყო. იქიდან ჩარჩა ალბათ რაღაც ხედვა, რომ ეს გამიკეთებინა. თქვი ერთხელ, რომ რაღაცას როგორც შევძლებ, მსგავსი უნდა გამიკეთებინა, გემი, კიდობანი, რა ვიცი, რა ქვია. ტბა დაშრა, ტერიტორია ლამაზ მინდვრებად გადაიქცა. მაგრამ ბავშვობის ოცნება ტბისთვის დიდი გემია ეშენებინა, რეალობად იქცა. ბორჯომის ხეობას რომ გავუყვებით, მთებში მოქცეულ ულამაზეს სოფელში ტბაზე მოვხვდებით. ამ სილამაზეში მოხვედრილს ბევრი რამ გვსიამოვნებს, მაგრამ ეს ადგილი განსაკუთრებულ ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. უზარმაზარი გემი წყლის გარეშე ამჯერად ყვავილების ტბაში ძლიერი მთების პირისპირ დგას. ამ მთებში მოსული სტუმარი გემს რო დაინახავს, ყველა ცდილობს რომ მოვიდეს და გაიგოს რა ხდება, რა სივრცეა. ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს და მინდა რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ბავშვობაში იყო ხოლმე რაღაც ესეთი ამბავი, რომ ვიღაც ინვესტორი აქ აგუბებს ტბას. წავიდა ეს, ბავშვობას წავიდა და დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ. და ეს გავაკეთე უფრო იმიტომ, რომ გემი მოიყვას წყალს აქ. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდადაა. ამ მიწის სიყვარულმა წლების წინ ქალაქზე უარი ათქმევინა და პაპის მიწაზე დააბრუნა. ეს მიწა შემაყვარა იმან, რომ ჩემი დიდი პაპის კერაა. ძალიან მიყვარს, მახსოვს აქ რო ჩამოვედი, დიდი პაპა ამ მიწებს ამუშავებდა ხოლმე, მაშინ ითესებოდა და რამე ეს მიწები. ეხლა აღარ მუშავდება მიწები, საძოვრებად გადაიქცა, საძოვრებიც, რა ვიცი, გაყიდეს ხალხმა ყველაფერი. მაქსიმალურს გავაკეთებ თავისთავად, რომ განვავითარო ჩემთვის ყველაზე კარგი ადგილი ეს არის. პაპასგან მხოლოდ მიწის სიყვარული არ უსწავლია. ხეზე მუშაობაც მან შეაყვარა. ახსოვს სხვადასხვა ნივთის გაკეთებას როგორ ასწავლიდა. თუმცა ბავშვობის შემდეგ ხესთან პირველი შეხება 8 წლის წინ ჰქონდა, როცა სათამაშო გააკეთა. ჩემი შვილი რო დაიბადა, 8 წლის ბიჭი მყავს, გავუკეთე სათამაშო. პატარა სათამაშოები, დინოზაური, რაღაც ტანკი, მანქანა, თვითმფრინავი. მე უკვე პროფესიად გადამექცა. დიდი საქმეები ავიღე და ამისი დამსახურებაა უკვე ეს ნაშრომი. პირველი შენობა ამხელა რაც ავაშენე. პატარა რაღაცები მაქვს გაკეთებული. ძირითადად მარტო ვაკეთებ 90% სულ ჩემი გაკეთებული არის. ყველაფერი მარტო საკუთარი ხელით გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ძმებიც ამ პროფესიაში არიან, თითქოს ბავშვობის ოცნება სხვას ვერანდო და ყველა დეტალი თვითონ დაამუშავა. პაპის კერა ბავშვობის ოცნებით გააფორმა და ეს ადგილი მისთვის მთავარ თავშესაფრად იქცა. ხშირად მეკითხებიან, რატომ გემი მაინც და მაინც. ბავშვობაში არც მე ზღვაზე მიოცნებია. ზღვა დიდადაც არ მიყვარს, მაგრამ იქაც სისხლმა იყივლა დედის მხრიდან, ბაბუა მყავს, მე ზღვაური. და ამანაც დიდი როლი ითამაშა. აქ დავჯდები ხოლმე ესე და საათობით ვიყურები და გადავხედავ ესე თეებს. ძალიან მშვიდად და ამაყად გზნობ თავს, რომ რაღაცა გავაკეთე.
ამ მიწის და პროფესიის სიყვარულს ახლა შვილს ასწავლის. ერთი შვილი მყავს, გაბრიელი და მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ ეს შეიყვაროს და მიყვეს ჩემ ხელობას, როცა მუშაობ ხოლმე, სულ ცდილობ, რომ გვერდში მყავდეს და უყუროს. გიორგი გოგოლიძეს დიდი გეგმები აქვს. ამბობს, რომ კურორტ ტბაზე გვირილებით სავსე მინდვრებში მოცურავე გემი მხოლოდ დასაწყისია. ბავშვობის მოგონებების კივრში კიდევ არაერთი ოცნება ინახება, რომლის ახდენა ეტაპობრივად იგეგმება.